კვლავ აქტუალურია თბილისის მერიიდან თანამშრომელთა მასობრივად გათავისუფლების თემა. პოსტებიდან დათხოვილი ადამიანები პრესკონფერენციებს მართავენ და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ. მერიაში კი ამას კატეგორიულად უარყოფენ. რეპორტაჟში თქვენ იმ ფარულ ჩანაწერებსაც ნახავთ, რომელიც ამ ფაქტის დასადასტურებლად უმუშევრად დარჩენილებმა გაავრცელეს. აქტივისტი რანაირად შეიძლება ეხლა გეონდები რეალობა შესული სამსახურში და ვის მოსახლე შენი სივრცე რაც მინდა ლოზუნგები თუ მელაპარაკები პოლიტიკური ნიშნები ნიშნები გიორგი ხაბურზანიას სამსახურის დატოვება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა მოსთხოვა. მიზეზად მისი პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა. გეგა ნიჟარაძემ ხაბურზანიას კაბინეტში განცხადებაც დაახვედრა. ჩემი დაბარება მოხდა ორჯერ. პირველად დამიბარა უფროსის პირველმა მოადგილემ და მითხრა ესეთი რაღაცა ჩვენი თანამშრომლობა არ გამოვიდოდა, რადგან მე ვიყავი სხვა გუნდის წევრი და გუნდი მიდის, გუნდი მოდის და შენ უნდა დაგტოვა. მერიის მაღალ ჩინოსნებს გიორგი ხაბურზანიას მსგავსად ზეწოლაში რამდენიმე ათეული თანამშრომელი ადანაშაულებს. მათ სამართლებრივი დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს. სამსახურის ხელმძღვანელმა, უშუალო ხელმძღვანელმა დამიბარა და მომთხოვა, რომ ალტერნატიული სამსახური მომეძებნა და დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რადგან კატეგორიული უარი განვაცხადა. ერთადერთი არგუმენტი მისი მხრიდან იყო ის, რომ მე არ წარმოვადგენდი არ ვიყავი მათი გუნდის წევრი. დაზარალებულებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებს იმ შეხვედრის აუდიო მასალა წარუდგინეს, სადაც ხელმძღვანელებთან მათი შეხვედრები და საუბრებია ჩაწერილი. ჩვენი თხოვნა სამართალდამცავი ორგანოებისადმი ის, რომ თვითონაც ფაქტზე მოხდეს სათანადო რეაგირება და გამოძიება, ჩვენ რამდენიმე ასეთი განცხადებებით უკვე მივმართეთ და იმედია, რომ უახლოეს პერიოდში გავიგებთ რა რეაგირება იქნება პროკურატურის მხრიდან ამ ტიპის ინფორმაციაზე და მეორეს მხრივ მერიის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს დედაქალაქის ვიცე-მერი პასუხობს. ალექსანდრე მარგიშვილი, რომელსაც თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში და მათზე ზეწოლაში უშუალოდ ადანაშაულებენ, ბრალდებებს კიდევ ერთხელ უარყოფს. არავინ თბილისის მერიაში არც პოლიტიკური, არც რაიმე ხელოვნური ნიშნით არავის არ ერჩის. მხოლოდ კვალიფიკაციის და კონკრეტული სამუშაოს შესრულება ვერ შესრულების მიხედვით პოვებთ ამ გათავისუფლების თანამშრომლებს და მომავალშიც ასე ვაპირებთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პროკურატურას მოუწოდეს მერიის თანამშრომლების საქმით დაინტერესდნენ. სამართალდამცავი ორგანოები პროკურატურა ვალდებულია უბრალოდ რომ დაიწყოს გამოძიება ამ ინფორმაციაზე და ძალიან სამწუხაროა რომ დღემდე ვერ ხედავთ აი ამ პროცესის დაწყებას, როგორც მინიმუმ გამოძიება უნდა დაიწყოს. შეიძლება შემდეგ უკვე არ გამოვლინდეს რაიმე დანაშაული, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გამოძიება აუცილებლად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით უნდა დაიწყოს და თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ზეწოლის მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტიათ. ამის შემდეგ ისინი გააფრთხილეს, რომ ატესტაციის შემდეგ სამსახურს მაინც დაატოვებინებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები დავით ნარმანიას მოუწოდებენ მერიაში დაგეგმილი ატესტაციისა და კონკურსის გამჭვირვალედ